მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მოსალმებით არ დაიწყო იძახიან, იმიტომ რომ შენი მოსალმება არავის არ ჭირდებაო, მაგრამ მოდი ესეთი რაღაცა პატარა ისტორიას მოგიყვებით. იტალიის ვლოგი თუ ნახეთ ვინმე, მან ოჯახს მეუტანე თავიანთი გარდაცვლილი ვაჟის პორტრეტი. მოეწონათ ძალიან ცხელა აქ. ძალიან მოეწონათ და ამიტომ თავიანთი ნათესაობისთვის შემიკვეთეს კიდე 4 პორტრეტი, ასე რომ ვთქვათ. 4 დასახატის სურათი, მოდი უფრო ზუსტი ასე იქნება, იმიტომ რომ იქ პორტრეტი არის დაახლოებით 8 პორტრეტი არის დასახატი. 4 სურათი არის დასახატი, მაგრამ მოსასწრები არის 18 რიცხვამდე. დღეს არის 12. დროში ვარ შეზღუდული მართალია, მაგრამ უნდა მოვასწრო. ერთი ნახატი ნაწილობრივ კონტურებით დასრულებული მაქვს. შესაძლოა ტექნიკა გამოვიყენე, თუ გაქვთ ნანახის მონაკვეთი, მე დავაისი რო ვარ კედელზე როგორც იხატება, იცვსა და სხვათა შორის და ნორმალური გამოდის. დაახლოებით 2 დღე ჭირდება ერთი პორტრეტის დახატვას, მაგრამ დიდი ხანია ფანქრისთვის ხელი არ მომეკიდია და ნახოთ რამდენ ხანს აიღებს. მაქსიმალურად უნდა ავაჩქარო ხელი და მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ კარგი შედეგი დავდო და რა გამოვა, როგორ გამოვა, მაგას გინახავთ და ბევრი შესავალი რო არ გამომივიდეს, დროა ხატვაზე გადავიდეთ. კარგი, დავიწყოთ მაშინ ჩვენ ხატვა. ასე კი გავძვალდები მე, მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი. პირველ რიგში ახლა რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ეს იქნება ძირითადი მუქი ადგილების მონიშნა. ამისათვის ვიყენებთ ასეთ ფუნჯის და ფუნჯის მეშვეობით დავიწყოთ მუქი ადგილების მონიშნა, რომელიც მუქად იქნება ჩვენს სურათზე დამთავრების შემდეგაც კი. ამ ნაწილს დავანებოთ ჩვენ, იმიტომ რომ ასე მოვდივართ, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ მოვდივართ. ხელი როცა გვიდეს ასე, მაგ შემთხვევაში იდღაბნება ნამუშევარი. ამიტომ გვიწევს იმ ადგილის დამუშავება, რომელსაც ჩვენი ხელი არ შეეხება. ამ ადგილს მაგალითად შეეხება, როდესაც ამას დავამუშავებ. გაიდღაბნება, ამას კიდე არ შეეხება მილიონჯერ. და მე ამ კამერას ღმერთმა იცის, რამდენჯერ დავეჯახები და რამდენჯერ გავდღაბნი კადრს. ძალიან უგემური ყოფილა თან გადაღება, თან ხატვა. ეს ამ ნაწილზე ესე ზერელედ რა ვაკეთებთ მებს. რატო ვაკეთებ ახლა მე ამას ზერელედ და რატო არ ვაკეთებ დინჯად? იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ ესეთი მონიშნები, ღრმა მონიშნებს ახლა რასაც ვაკეთებ, ანუ იდეაში ძლიერად ვაჭერ, 6B არის, მაგრამ მაინც ძლიერად ვაჭერ, რომ კარგად ჩაჯდეს ქაღალდში. ქაღალდში რო ჩაჯდება, შემდეგ ეს. ამას მე მაინც ჩვენი ბამბით ესე გადავყვები მთლიანად და გამკართავდება, მაგრამ დამუშავების შემდეგ ის ნაწილი მაინც გამოჩნდება, ის თმებიც კი ჩანს, რომელიც არ უნდა ჩანდეს, ჩრდილები იქნება ხაზებისგან, რომელიც ილუზიას ქმნის, თითქოს არის თმა. ეს ახლა მე გამოცდილი მხატვარი ვიძახი, რას ლაპარაკობ. ხო და? რაღაც მომენტი გამოდის ახლა ხატვას, ეს ვერ იტყვი, არ გამოდის რაღაც ბოლო. ტატუარტისტები ვინც ვართ, ეს აუცილებელი არის პრაქტიკა რა, ანუ მარტო კანზე არა. ესეთი გრაფიკული პრაქტიკა რაც არის, ფუნჯით ხატვა იქნება, ეს ფანქრით ხატვა იქნება, არა აქვს მნიშვნელობა, რომ უბრალოდ ეს დამუშავება, აგება, ჩრდილები, ამონათება, რაღაც კი იყო, ვიღაც ვისაც გაუმართლა, რომელ ტატუარტისტსაც გაუმართლა, იმას კი ყავს ბევრი კლიენტი და იმის ფუფუნება აქვს, რომ ყოველ დღე პრაქტიკაში იყოს, მაგრამ ვისაც არ გაგვიმართლა მაგალითად, ვისაც დაუფასებელი ნიჭი გვაქვს ხატვის და ჩვენი ნახატები არავის არ ჭირდება, მართალია რომ კარგად ხატავთ, უფრო წავიძუზუნე. მაგათთვის აუცილებელია ესეთი პრაქტიკული სამუშაოები ხატვის მხრივ, როგორიც არის, თუნდაც გრაფიკული, თუნდაც ფერწერული. გააჩნია. მე ხა მაგალითად გრაფიკაში უფრო მაქვს ხელი დახვეწილი, იმიტომ რომ ბავშვობიდან ახლა ზეთის ფული და ენის რადი იყო, ზეთი იზღირდა, მაშინაც გიღირდა 12 ლარი ერთი ფერი და 12 ლარად 2 კვირა დავდიოდი ფურცლი და ფანქრით. დაჟე მეტი. კვირაზე მეტი. თან რა მიდის ახლა? ერთი ფანქარი. ხატვის ბოლო შეიძლება აქამდე მოვიდეს. ისიც გამოყენება თუ ისი კარგად ფანქრისტორი ბავშვობაში ამას ისევ თლიდე გიჟივით აღარც მრჩებოდა. და ეს ხმები კარგად ისმის. ეგ შენ 6 მინდა ხატვის თვითონ. ხო, კიდე რა ჯდება ახლა ეს პორტრეტები. ალბათ ახლა დაგაინტერესებთ რამდენ ფულს იხდის ის ხალხი და რაღაცა და ისე შემდეგ. ამ ზომის რაც არის. ეს არის 103. 103 პორტრეტი ხა ორი ადამიანი გამოსახული და ერთული სამუშაო და რაღაცაც არის. ეს დაჯდება დაახლოებით ერთი საქართველოში ალბათ დამიჯდებოდა 250-დან 300 ლარამდე. გააჩნია კიდე სირთულეს რა, ერთი ის. მაგრამ ქართველებზე იმიტომ არ ღირს მუშაობა, რომ მე ადრე რო ხატავდი ამ პორტრეტებს, ადრე უფრო ხატავდი პორტრეტებს, მართლა ვკითხავ. შეკვეთებსაც ღებულობდი, ხო. და ამ შეკვეთები და რაღაცა, ბავშვურ ფულს ვაკეთებდი რა, ერთი პორტრეტი და 80 ლარი და 50 ლარად მიხატე ძმა რაღაცა და შენი შრომა მესუფეხებზე მკიდია და ეგეთი რაღაცები იყო ახლა როგორ არა. და მაგ შრომის არ დაფასებამ იყო
მე საბოლოო დრო ამაღებინა ხელი ვიღაცისთვის პორტრეტების დახატვას, იმიტომ რომ ვიღაცას პორტრეტს რო დაუხატავდი, ზოგი ქვეყნიდან გარბოდა, ზოგი ფულზე მეწუწუნებოდა, ისი რა ძმა, ეხა ამდენი მაგ და თუ გიღირს მომენტა მეთქი წადი შენ დედაც ერთით, რა. ნუ მოკლედ იყო ეგეთი შემთხვევები რა. ზოგს ვაფშე ნახატს რო ჩუქნიდი, იცი რა, მე შენი ნახატი კიდე მაქვს სახში. 12 საათი მაქვს მაგ ნახატზე დათმობილი დრო, მთელი დილიდან საღამომდე ხატავდი რომ შენ გამეყარებინე და მადლობა რო არ გადააგდე. რა არის მაგაში მე ის სატრაბახო იცი რა შენ ნახატი კიდე მაქვს. აი კაც. მადლობა თუ შეინახე და გაიმეტე მაგისთვის ადგილი. კიდე მაქო იძახიან და რას გავს ის ნახატი მე რო ნახულობ საწყალი. მაგაჟებ და ჩემთვის დამეტოვებინა და კოლექციაში შემემატებინა. ეხა მიხარია სახში რო ჩავდივარ რომ ჩემ ნახატებს რო ნახულობ ეს 12 წლის ამ დავხვდა ეს 14 წლის ამ. ისინი იცი რა ძმა მე შენ ნახატი კიდე მაქვს სახში. მადლობა დებილო. თუ გაგქონდეს ნაგვად რო აქცეული და ცეცხლის მოსაკიდებლადაც რო არ გამოდგება. მაგრამ ზოგი ახლა კარგად ულის ჩემს ნახატებს, მაგ ზოგს ვენაცვალე რატომაც არაგაც. რა, ჩემს აი მე დედა. ეს არ დამართმოდა და ცალიფეხი მომწყდომოდა ახლა. ო, ეხა დამინახავთ. დიდი სიამოვნებით შევიგრავდით მას, მაგრამ გამოხდება ვიღაცა ინტრიგანი და პიდარას თხარ რომ მეტყვის და მე რათ მინდა რა ჯანდაბად მინდა ან შეგრული თმა და ან კომფორტი და ან უბედურება. ერთ ბაბუა ჩემმა დამახჭო შეიჯერი თმაო, მე მამა ჩემ ტოლას არავის უთქვია მაგნაერი, სულ ეგენი მიტრაგებენ და როდის მორჩება ეს გრძელ თმაზე ლაპარაკი და ეგ ცალკე საკითხავი არის. არ ვიცი მაგარი არა კომფორტულია ხატვა, რა გინდა რომ გაგაკეთო. და ბოლოს რა გამოვა ეს ხაზები არ დავკარგო, ცლივს ავაგე, ამის აგება არის უბედურება, თორე ჩილებს კი გაგაკეთებს ყველა. რამდენი რაღაცა ხატა სახატე, მიდი და ხატე, მაგარი. მე როგორც ვახსენე მოვა ეს ინტრიგანი და ეს ასე რატო გაქვს, მან და არ არის მასზე. შენც არ უნდა იყო ამ დედამიწაზე, არ უნდა ამძიმებდე, მაგრამ კი ხარ თქო, ვერ ეტყვი. ეწყინება. მაგათ კი არიციან რომ მეც მწყის მასეთი რაღაც რომ მიკრიტიკებენ აქ ვითომ თავიანთი ჭკუით ნახატს. ან ჯანდაბაშია, ბლენდერი თუ რაც ქვია მაგას. ესეა ბლენდერი, აი. ესეთი მქონდა დიდი და საძავი და კი არ ვიცი. აუ ამას კიდე ამ DJI-ს კიდე უნდა ეს SPL თუ რას ეძახიან რაღაცა ფილტრები, CPL-ოთ რაღაც. ფანქრით როდესაც იხატება, ნახშირს არ აქვს მაგნაირი პრობლემა. ფანქრით როდესაც იხატება, აქ რაღაცნაირი ანარეგლები, მაგას არ შველის მე არაფერი. ეგ ცუდად რო არ გამოჩნდეს, მაგისთვისაც საჭირო. რამდენი რაღაცა უნდა, ჩემი ერთ რაღაც პორტრეტი მაგ დასახატე, აგერ ერთ ტელეფონი, აგერ მეორე კამერა, ფანქრები რაღაცა, კიდე რაღაცაზე ვწუწუნებ. მაგრამ მჭირდება და ყველა კი არ ვწუწუნებ. ვინც მეტყვის არ ჭირდება, ვის დამალაპარაკეთ, თქვენ რა შუაში. რა გემოზე ვალაპარაკობ ჩემთვის დებილობებს. ადრე უნდა გადამეყო თერაპიასავით არ. ილაპარაკე რაც გინდა, ვინ დაგჯაჯავს, დამჯაჯავენ თუ არა ერთი. დავბლენდეთ ახლა ჩვენ ეს ნაწილი რაღაც ბანჩი. ვითომ საკმარისი. აი ხელსაც დავბლენდა, ოღონდ ხელს ამით ვეღარ დავბლენდავ. ჩვენ დაგჭირდება ბამბა. კარგად გავუშვათ ეს, იმიტომ რომ აქ ძალიან თავად არის ჩრდილი და ძალიან ბევრი ჩარიჩიც არ გვინდა. შეიძლება დიდი არაფერი არ ჩანდეს და არანაირი მოლოდინი არ ქონდეს ამ ნახატზე რომ რაღაცა იქნება, მაგრამ ყოველთვის ასე ვარ. მეთქი რა დებილობას ხვდავ, შევ არ გამომივიდა და მეორე მაგნეს რო დავამატებ მონდომებას, მე გამოდის რაც გამოდის. ცოტა ხანი დარჩი, უყურე, გადაახვიე თუ გინდა, ძალიან არ გადაახვიე ოღონდ. აი მე და მარტო ლაპარაკში თუ გავგიჟდი და ჩვევად გადამექცა, მე ნახე შენ გიჟი მხატვარი შემეძერება სახელად. ისედაც არ ვარ ნორმალური. ისე იდეაში რო დააკვირდე, მარცხენა მხარეს ვისწუმრებ ყოველთვის, ანუ იმ ადგილს ვისწუმრებ, რომელშიც შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ხელი არ მომიხვდება. ანუ ამაზე რო ვიცოდე, რომ ხელი მომიხვდება, ამას არ დავამუშავებდი. ხო, ფასებზე ლაპარაკობდი და კი დამავიწყდა ფასებზე ისე. 350 და რაღაცა ფასი დავალე მე ხა ამ ნახატს. ვინ არის განამხტელი საქართველოში 300 ლარი გია, 3 ლარად არ უნდა ესეთ ნახატი არავის. მაგიტო საქართველოში არ ღირს ხატვა, ან კიდევ სიმპათიური უნდა იყო და მე სიმპათიური სადო ნახევს გავარ. აი ხიხუმული ცოტა სიმპათიური ვარ. რაღაც გაკაჩული ტიპი უნდა იყო. მე რა ის გაკაჩული ვარ, 200 გამომწერი ძლებს ყავს YouTube-ზე, მაგრამ ვინ მყავხართ? მადლობთ. ოქროები ხართ გენაცვალეთ. მე უფრო ზოგადად ვიძახი, არ გეწყინოთ არც ერთს. ხო და რასაც ვიძახდი ახლა ზოგადად. საქართველოში არავის არ ჭირდება ვიღაცა ისეთი თუ არა ხარ, ამ მკვდარი თუ არა ხარ. მკვდარი თუ ხარ კი ცოცხლი შენ ნახატები უნდათ. ჩემ ბონჩი ვხატავ, მეტი ადამიანი არსებობს, ვინც ჩემზე 10 ჯერ და 100 ჯერ უკეთესად ხატავს. მაგათი მომსახურება ცოტა ძვირი გია, მაგრამ წავა იმ გასთან და შევუკეთოს ნახატს, რატომ მოცარა, ჩემთან რა დამოვიდეს. მე კიდე არ მიღირს. ახლა 50 ლარად ამ ნახატს ნახდად ვერ დავხატავ. ვიღაცას ის 50 ლარი ამ ნახატისთვის ენანება. ორი ძელი ვიარა სამხედრო სკოლაში. მე გამოვედი. ჩემი ნებით არ აღვ. ხო და
რაღაცა ხმა იყო. ან ქურდია, ან ჩემი ოთახის მეზობელი ვასო. ქურდი თუ ამდენ კამერას ვერ დაინახავთ, კი შეეშინდება. ლაივში ვეგონები. თების ხატვა და ზოგადად ხელის ხატვა. ყველა არტისტის ჯოჯოხეთი. ყველა არტისტისთვის. რატომ? არავინ არ იცის. ეს ამოხსნელი საიდუმლოებაა, რომელიც კაცობრიობამ ჯერ ვერ ამოხსნა. ყველას ესიგდილება ამ თითების დახატვა. ზოგს ისე გამოდის, რა ვიცი, შურს. ჩემს გემოზე რაღაცებს დავამუშავებ და დაგებრუნდებით, მაქსიმუმ 9 საათში. თქვენთვის გავა წამი. სალამი სულ ყველას კიდევ ერთხელ გუშინ დამეზარა გადაღება. რატო დამეზარა არ ვიცი. რა ძალიან კარგად ვიცი. იმიტომ რომ საშინელება არის. თან გადაღება, თან ხატვა. ამიტომ რაღაცები დავამუშავე. ამ პატარა დეტალებს გავაგრძელებ დღეს. ვიდეოში დღეს ორევე უნდა მორჩი. ნელა გადავიღებ თუ ძალიან არ მომბეზრდა. პატარა დავამუშავოთ ჩვენი დეტალები. ჰაილაითები, ჩამუქებები, ეგეთი რაღაცები გვაქვს ახლა ძირითადად გასაკეთებელი. ასე ნელა ფინიშისაკენ მივდივართ. ოღონდ ჯერ ამ ქალბატონზე და მე ამ ბატონზეც რო გადავალთ. აი მე მაგალითად ყველა ქაღალდზე შანსი არავარ დავხატავ. ზოგიერთი ქაღალდი არის ცარცისთვის. რავი, რამდენი ადამიანი ხატავს საქართველოს ცარცით ქაღალდზე, ალბათ იძე ჩამოსათვლელია, ყველა ცარცის ქაღალდი შემოაქვს. ცარცის ქაღალდი რა შეფეხება? შარც ქაღალდი შეიძლება გააკეთო რაღაცა სკეჩი, შეიძლება ნატურმორტზე იუარჯიშო. მაგისთვის ადგილი ძალიან სკელია. ნაპრალებს გიტოვებს ხაზებს შორის და ნაპრალები. ანუ 3 საათი და ოკეი. რაში არის თელი მუღამი რომ ნახატი რეალობაში სხვანაირად აღიქმება, ფოტოში სხვანაირად. ალბათ მაინც ბოლოს კონტრასტის ბრალია. ძალიან ადებს ზოგადად თანამედროვე კამერები კონტრასტს. მაგ კონტრასტით მერე ის მსუბუქი ხაზები, რომელიც თვალისთვის შემომსწრელი რჩება და რეალიზმის აღქმას ტოვებს. იმ კონტრასტში კიდე პირიქით რეალიზმს აშორებს. ძალიან გამოკვეთავს იმ ადგილს, რომელიც წესით არ უნდა იყოს გამოკვეთილი. და ბანზად მაგიდო ჩანს მერე სურათში ვიდრე რეალურად. ეს ნახატის ხარისხზეც არის ალბათ დამოკიდებული, რამდენად კარგად არის შესრულებული, მაგრამ ესეც გარკვეულ როლს თამაშობს. ესეთი პატარა ნიუანსები გვაქვს. თითით შეგვიძლია დავუბრუნდოთ, ახლა გამოვიყენოთ ბლენდერი რაღაც ადგილებში, რომ გადავანაწილოთ ჩრდილი. არ იყოს უხეში, იმიტომ რომ თვითონ ქაღალდი არ არის დაბალი სიხისტის, ესეც იმდენად ისეთი სუფთა და პრიალა არ არის, რომ აი ფანქარმა მაგალითად რელიეფი არ დატოვოს. აქ მაინც ტოვებს რელიეფს და ეგ რელიეფია, რომ გვაცდენს მერე იმას რეალიზმს, ასე რომ ვთქვათ. რაც უფრო დაბალი სიხისტის არის და მით უფრო გლუვი არის ზედაპირი, მით უფრო კარგი სამუშაო არის ფანქრით მასზე. იმიტომ რომ ის ოღროჯოღრო ადგილები არ არის, ნაკლებად არის და ფანქარს უადვილდება მისი ამოვსება. და სიხისტეს რო დავუბრუნდეთ, ეს შედარებით დაბალი სიხისტისა ვიდრე ეს. აქ ნაპრალები რჩება რა, რო აფერადებ, აი. აქ შედარებით ნაკლები ნაპრალი არის. აი. ამასე და ამას შორის თუ ჩანს განსხვავება, აქ მეტი თეთრი წერტილები აქვს, ნაკლები. მაგიდო ვეძებ ზუსტად აი ამ ხაღალდებს გამწარებული და მხარი დამღალა პროსტა დამღალა. აი აქ ჯერნილა სიმონი. 5 წუთია ვიღებ და რა ვილაპარაკე და 65 წუთში. მაგე 26. რაღაცებს კიდევ ვიზამ და ახლა ცოტა ხანი კამერასაც დავასვენებ. და მეც მეგონი კარგად არის. ეს მამაკაცის მოვჩით. საიდან დავდო ეს განათება რო არა ელეგოს. კი ვერ დავამუღამე. აი, ესე გამოიყურება ჩვენი პორტრეტი. ხო, ორიგინალი სურათი რაც შეეხება, ორიგინალი სურათი გამოიყურებოდა. აი ასე. ერე ისავ თეთრი და რაღაცები რომ მაგნადებული, ეგენი ჩემი ნაჯალი ჯარია. აი, აქედან გამოვიყენოთ აი ეს. აბა როგორია? მე დეგაია. Bye.